კონფიდენციალურობა ანონიმურ ემოციონალებში. ამონარიდი 10 თებერვლის დღის ფიქრიდან. პროგრამაში მეგობრებთან საუბრისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შევინახოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი გვიზიარებენ. ამავე თვალსაზრისით ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს შევახსენოთ მათ ჩვენი კონფიდენციალურობის საჭიროების შესახებ. ჩვენთვის იმდენად მარტივია ინტიმურ დეტალებზე საუბარი ანონიმურ ემოციონალების მეგობრებთან, რომ შესაძლოა ნებისმიერ ჩვენთაგანს დაავიწყდეს, რომ ზოგი ჩვენგანი სიჩუმეს ამჯობინებს. ამ თავისუფალ და მარტივ საუბრებს ბევრი უპირატესობა აქვს. ჩვენ ვსწავლობთ ვიყოთ გულწრფელები, არ ვდარდობთ იმაზე, რომ შეიძლება ვინმემ დაგვცინოს ან გაგვაკრიტიკოს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევამჩნიოთ საკუთარი თავის მოტყუება. ანონიმურობა და კონფიდენციალურობა ანონიმური ემოციონალების თანამეგობრობის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია. სასარგებლო მცნებების მე-12 პუნქტი გვეუბნება, რომ ანონიმური ემოციონალების პროგრამის მშვენიერებისა და გასაოცრების ნაწილი არის ის, რომ შეხვედრებზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ყველაფერი და ვიცით, რომ ის აქ დარჩება. რაც გვესმის ამ შეხვედრაზე კონფიდენციალურია და არ უნდა განმეორდეს ანონიმურ ემოციონალების სხვა წევრებთან, თანამოაზრეებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან. ტრადიცია 12 გვეუბნება, რომ ანონიმურობა ჩვენი ყველა ტრადიციის სულიერი საფუძველია, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ მთავარი პრინციპებია და არა პიროვნებები. და სასარგებლო მცნებების მე-3 პუნქტი მიუთითებს. ჩვენ პატივს ვცემთ ანონიმურობას, არანაირი კითხვები. ჩვენი მიზანია სიყვარულისა და მიმღებლობის ატმოსფერო. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ ხარ ან რა გააკეთე. მოგესალმებით. ეს პრინციპები აუცილებელია ჩვენ შეხვედრაზე ნდობისა და ღიაობის ატმოსფეროს გასაძლიერებლად. ამ განცხადებების დაცვით წევრებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოხატონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები ისე, რომ არავის კონდეს შიში იმის, რომ მისი გაზიარებული ანონიმური ემოციონალების მიღმაც გაჟღერდება. ეს არ გამორიცხავს სხვებთან თქმას, რომ ჩვენ ვართ ანონიმური ემოციონალების პროგრამის ნაწილი, თუ ეს ჩვენი არჩევანი იქნება. ეს არის პირადი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მხოლოდ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია. თუ დავინახავთ, რომ ვინმე ტკივილს განიცდის და გვჯერა, რომ ანონიმური ემოციონალების პროგრამა შეიძლება დაეხმაროს მას, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჯგუფის წევრი ვართ. ან უბრალოდ ვუთხრათ, რომ ვიცით ანონიმური ემოციონალების პროგრამის შესახებ და გვსურს ამ ინფორმაციის გაზიარება, ჩვენი წევრობის კონფიდენციალურობის დაცვით. ანონიმურობა და კონფიდენციალურობა არ ნიშნავს, რომ პროგრამა საიდუმლოა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს არჩევანი გავაზიაროთ ჩვენი მონაწილეობა ანონიმური ემოციონალების თანამეგობრობაში სხვებთან. იმის შიშის გარეშე, რომ ვინმემ შეიძლება გაიტანოს ჩვენი ინფორმაცია ჩვენი ნებართვის გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ კონფიდენციალურობა უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებასთან. ანონიმური ემოციონალების წევრების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჯანსაღი საუბრები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ ძალადობისგან და არ გახდებიან ძალადობრივი ენის ან მუქარის მომსწრე. ამ მიზეზით ჩვენ გვგრძალებთ ძალადობის მუქარას ანონიმური ემოციონალების შეკრების ან შეხვედრის ნებისმიერ ვერსიაში. მუქარა მოიცავს განცხადებებს შევიწროების, შიშის დანერგვის, სხვა პირებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან საკუთარი თავის ფიზიკური ზიანის მიყენების განზრახვის შესახებ. ასევე თუ ვინმე აზიარებს საკუთარი თავისთვის ან სხვა ვინმესთვის ზიანის მიყენების საფრთხეზე, პროგრამა საშუალებას გვაძლევს შესაბამისად ვიმოქმედოთ თუ ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენი ანონიმურობის პრინციპები და კონფიდენციალურობა ხელს არ უშლის ანონიმური ემოციონალების წევრებს შეატყობინონ მსგავსი საფრთხეების შესახებ ორგანოებს. თუ ეჭვი გეპარებათ, დარეკეთ 112-ში. გადაწყვეტილება შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების თუ არ მიწოდების შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც გადაეცემა ცალკეულ წევრებსა და მათ უმაღლეს ძალას. ისეთ სიტუაციაში, სადაც ჯგუფის წევრი არ არის დარწმუნებული, უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს თუ არ უნდა შეატყობინოს, შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ სპონსორთან ან მეხუთე ნაბიჯის მესაიდუმლესთან, თუ ეს შესაძლებელია. ეს ფრთხილი ყურადღებიანი მიდგომა იმის გადასაწყვეტად შევატყობინოთ თუ არა ზიანის შესაძლო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, საშუალებას გვაძლევს პრაქტიკაში მოვიყვანოთ ანონიმური ემოციონალების პროგრამის 12 პრინციპიდან რამოდენიმე. მათ შორისაა პატიოსნება, იმედი, რწმენა, გამბედაობა, მთლიანობა, სამართლიანობა და მსახურება.